მეც თქვენსავით მიყვარს ცნობილი იუთუბერების ვიდეოების ყურება და იმ ადგილების ნახვა, სადაც წასვლის სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივდივარ. დღეს კი გაჩვენებთ ადგილს, სადაც წასვლა ნებისმიერ თქვენთანგას შეუძლია ნებისმიერ დროს. ეს ჩვენი მეზობელი ქვეყანა სომხეთია. სადაც 2 დღით ვიყავით ჩასულები და ბევრი საინტერესო ადგილები ვნახეთ. ახლა კი თქვენ მოგიყვებით ამ ყველაფრის შესახებ. წავედით სომხეთისკენ, წავედით გზაში წვიმს სამწუხაროდ, მაგრამ იმედი ეგ კარი ამიდი დაგხვდება. ხო და სამეგობრო მივდივართ. არც ერთი არაა დალაგებული. კაი რაღაცები გველოდება წინ. ეხლა შევივლით სოკარზე, რადგან ომის მიუხედავად ფასები რო გაძვირდა, სოკარმა შეინარჩუნა ყველაზე დაბალი ფასები და შევალთ საწვავს ჩავასხავთ, თან ყველაზე ხარისხიანი საწვავია რა თქმა უნდა და ვეიმარჩით შევივლით რომ გზისთვის რაღაც სნეკები ვიყიდოთ. ჩავასხით საწვავი სოკარის ბენზინგასამართ ადგილზე, ვეიმარჩი გზისთვის სნეკები შევიძინეთ და წავედით საზღვრისკენ. როგორც ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის საზღვარზე ხდება, აქაც მხოლოდ მძღოლი გადადის ავტომობილით. დანარჩენები კი ფეხით გადავედით საზღვარზე. როდესაც მეგობრებთან ერთად სადმე მიდიხარ, რთულია გზაში მოიწყინო. შეხარი ფსიდა. ფისი კიდა. საზღვარზე ვართ ახლა გაჩერებული რაღაც საბუთებს ველოდებით რომ გაგვიშვან და გადავიდეთ უკვე სომხეთში. ამასობაში გამახარეს და ჯარიმა დამახვედრეს. წინა წელს ვიყავი მოტოციკლით ჩამოსული და თურმე სიჩქარის გადაჭარბებაზე დავჯარიმებული ვარ და ეხლა რომ მოვიდით საზღვარზე მომაწოდეს ეგ რომ ჯარიმა გადასახდელიო თორე უკან ვეღარ გახვალო. ხო და იყო 20,000 დრამი. თავიდან ახლა 20,000 რო გავიგეცო და ფეხები მომეკვეთა. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ სადაც 170 ლარის ფარგლებში იყო. მაგრამ მე რომ მივიტანე ბანკში უკვე გადასახდელად აქვე არის ბანკი. მე მითხესო 15,000 გადაიხადეო და გამომივიდა 108 ლარი დაახლოებით თუ 110 ლარის ჯარიმა გადავიხადე. ახლა ველოდებით საზღვარზე რომ გადავითით. ყველაზე ცუდი საზღვარია, რომელ საზღვარზეც კი ყოფილვარ. ყველაზე ნელები არიან და ყველაზე დიდხანს გაჩერებენ. ეხლა გამოვიარეთ საზღვარი, ძალიან დიდი ხანი გაგვაჩერს. ისე ნელა მუშაობენ, რომ რა ვიცი. საზღვრიდან გამოხვალთ თუ არა, მალევე არის მარკეტი და მაგ მარკეტის გვერდით არის დაზღვევა, სადაც უნდა გააკეთო და დაახლოებით 40 ლარს იხდით ყველაზე მინიმალური პაკეტი რაც არის. ეხლა გავუყევით უკვე ერევნისკენ გზას და შიგადაში გაჩვენებთ კადრებს სადა რა იქნება. აი ეს რაღაც უცნაურობა ვიყიდე, ქოქოსი მიყვარს ძალიან და მაინტერესებს როგორი გემოა საქართველოში არ შემხედრია და ეხლა დავაგემოვნებ. დანარჩი ქოქოს. დანარჩენებმა ლუდები აიღეს რაენაღლებად, საჭესთან მე შევრჩი. აი ეს ლუდები. გაგვიმორჩის. აუ ძალიან გემრიელია. მე რო ქოქოსი მიყვარს ძალიან მომეწონა და ფასები სხვათა შორის მარკეტში რო შევედით, აი ძალიან დიდი სხვაობა უკვე რა. რაღაც ჩიპსი, ლუდი, წვენები, რაღაცეები აიღეს და ჟელიბონები და ყველაფერი ბევრად უფრო იაფია ვიდრე საქართველოში, მაგრამ მაგას უფრო დეტალურად ერევანში რო ჩავალთ იქ მაღაზიებში გამოვლით და შევადარებთ ფასებს. ანუ როგორც აღმოჩნდა, ეს მარტო მე მომეწონა დანარჩენებს არა და ჩემ ნათქვამს რომ გემრიელია, ნუ გაითვალისწინებთ. ნონი ჩიპსი დარჩა. აუ კაბი ძალიან მშია რა. გზაში გავჩერდით ეხლა ცოტა რამე რო ვჭამო და თან ცოტა დავისვენოთ და აი ესეთი რაღაც საკაბაბი ადგილი შევხვდა. 6 კაბაბი შევუკვეთეთ და დაახლოებით 50 ლარი გამოვიდა. როგორი ფასია თქვენ შეაფასთ. სანამ ჩვენი კაბაბი იქნება, დაგათვალიერებინებთ როგორი ადგილია. აი ესეთი დასაჯდომი ადგილია მდინარის პირას. მაგრამ რადგანაც გვეჩქარება და ერთ სული გვაქვს ჩავიდეთ ერევანში, ავიღებთ და გზაში შევჭამთ. როგორი კაბაბი იქნება, მაგას გაჩვენებთ ძალიან მალე. აბა მაჩვენე. აი ესეთი კაბაბი არის და ნახოთ ახლა გემო როგორი აქვს. ცოტა ისეთი არის, ოღონდ ნახე. გემო.
ხაბაბი არ გასწორებს. ხაბაბი არ გვასწორებსო და არა უშვებს რა. წავა, შეიჭმევა. ჭმადი არის. მთელი გზა ხო არავინ გაჩუმებულა და ახლა საჭმელი რომ გაიჭდა, ხმას არავინ არ იყოს მარტო მე ვლაპარაკო. გზა ერევნისკენ საკმაოდ მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო. ნელ-ნელა დაღლამ ჩვენზეც იმოქმედა და ცოტათი მოვიწყინეთ, მაგრამ სულ მალე ისეთ ლამაზ გზას მივოდექით, რომ მანქანის გაჩერება და დრონით კადრების გადაღება გადავწყვიტეთ. ამასობაში შემოგვაღამდა, ნისლი ჩამოწვა და ნელა მოგვიწია სიარული. ერემაშიც ჩავედით და დავბინავდით. ჩამოვედით როგორც იქნა დავბინავდით და ეხლა გაჩვენებთ 350 ლარად 2 ღამე რამხელა სახლი ვიქირავით. ანუ აქედან შემოვდივართ, აქეთ არის სველი წერტილი. აი მისაღები არის უზარმაზარი. აქ რატო გასაწოლი არ ვიცი, მაგრამ ერთი საძინებელი ხო აქეთ არის. აქეთ გამოვყვებით, ხო, აქეთ საწყობია დიდი. აქ მარჯვნივ მეორე საძინებელი. აქ აივანი. აივანზე გავალთ ცოტა ხანში. აქეთ მეორე მისაღებია. აქ სამზარეულო და აქეთ კიდევ საძინებელი. საკმაოდ დიდი სახლია და აი ამ ხელა სახლი ამ ფასად, რავი, ძალიან გაგვიკვირდა, არ ველოდით ამ ხელას. თბილისში ვიქირავებთ ამ ფასად ამ ხელა სახლს. აივანზეც გავიხედოთ ერთი რა ხდება. რა ხედი გვაქვს შევხედოთ. ესაც აივანი საკმაოდ დიდია, სხვათა შორის. ხედი რაღაც ფანტასტიკა გვაქვს ხო, რო გითხრათ არა, მაგრამ ცენტრთან ახლოს ვართ რა საკმაოდ. მეორე დღეს დილიდან წავედით სომხეთის ღირსშესანიშნავ ადგილების სანახავად. ამ შემთხვევაში გზა ბევრად უცნაური და საინტერესო იყო. ჩვენი განწყობაც ბევრად კარგი იყო და მოლოდინის ჰქონდა, რომ ბევრ კარგ ლამაზ ადგილს ვნახავდით. სომხეთი საკმაოდ მთაგორიანი ქვეყანაა. მთებით ქართველებს ნამდვილად ვერ გაგვაოცებენ, მაგრამ რამაც გაგვაოცა, ეს იყო წეროები, რომლებიც ქალაქში ხვდებოდნენ და თითქმის ყველა განათების ბოძზე უზარმაზარი ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. მსგავსი რამ აქამდე არ გვენახა და ეს რაღაც ნამდვილად სიახლე იყო ჩვენთვის. ამასობაში ჩვენი გეგმის პირველ ლოკაციას მივოდექით. ზვართნოცის ტაძარი, რომლის შესახებაც სულ მალე დეტალურად გიამბობთ. ეხლა შემოვედით ამ ადგილის სანახავად. შემოსვლა ფასიანი იყო და გადავიხადეთ დაახლოებით 11 ლარი კაცზე. და ვიკითხე დრონის აფრენა თუ შეიძლება თქო და ანუ ესეთ რაღაცას მარტო სომხი თუ მოიფიქრე და 5 წუთი დრონი რო აფრინო დაახლოებით 35 ლარი უნდა გადამეხადა დაცვის თანამშრომლისთვის. ან ხო არის ადგილები რომ დრონი ან შეგიძლია ააფრინო, ან არ შეგიძლია რომ ააფრინო. აქ შეგიძლია, მაგრამ უნდა გადაიხადო. ნუ რა თქმა უნდა პრინციპულად არ გადავიხადე. აი ამ ჯიგარმა მომთხოვა 35 ლარი 5 წუთი რომ დრონი ამეფრინო. შესაძაც დრონის ფრენაზე არის შეზღუდვა, მიმართავთ გეგმა B-ს. ო და ეს ფული თუ გითხრა ის ყველა. ამით იღება კაი. ზვართნოცის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული ძეგლია სომხეთში. ის აშენდა მე-7 საუკუნეში დაახლოებით 653-652 წლებში. ტაძარი გამოირჩეოდა მრგვალი მრავალსართულიანი კონსტრუქციით, რაც იმ დროისთვის უნიკალური იყო. აი ასეთი ადგილია. ეჩმიაძინში მოვედით. ზეგვანათებს დარჩევართ. როგორც უკვე მიხვდით, ჩვენი შემდეგი ლოკაცია ეჩმიაძინის ულამაზესი მონასტერი იყო. შემდეგ კი გარნისკენ წავედით. მოშიებულზე ჩვენი ყურადღება ამ რესტორანმა მიიქცია, სადაც 4 ენაზე საუბრობდნენ. ეს არის ყოლის ასორტი, რაც გემრიელად გამოიყურება და დავაგემოვნებთ.
ეს ალბათ ტრადიციული სუჯუხი და ლავაში მოვიდა აი ეს. დანარჩენ კერძებსაც ველოდებით. ნახოთ როგორი გემოები ექნება ტრადიციულ საჭმელს. გემრიელი კერძების დაგემოვნების შემდეგ გარნის ტაძრის დასათვალიერებლად წავედით. გარნის ტაძარი არის ძველი წარმართული ტაძარი, რომელიც აშენდა პირველ საუკუნეში, დაახლოებით 77 წელს. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი ბერძნულ-რომაული სტილის ტაძარი მთელ სომხეთსა და ზოგადად კავკასიაში. 301 წელს, როდესაც სომხეთმა მიიღო ქრისტიანობა, ბევრი წარმართული ტაძარი განადგურდა, მაგრამ გარნი გადარჩა. სავარაუდოდ, როგორც სამეფო რეზიდენცია, ისე გამოიყენებოდა. 1679 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, ხოლო 1970-იანებში სრულად აღადგინეს. ტაძრის გარდა ბევრი ლამაზი რამ ვნახეთ, ვისეირნეთ, ლამაზი ადგილები გადავიღეთ. და შემდეგ ერევნისკენ დავბრუნდით, სადაც კონცერტზე წასვლა გქონდა დაგეგმილი. მესამე დღეს უკვე თბილისში ბრუნდებოდით, მაგრამ თბილისში წამოსვლამდე ერევნის ცენტრი მოვინახულეთ. ყველაზე პოპულარული ადგილი ერევანში, რომელზეც ბევრი არაფერი მაქვს ალაპარაკო. ერევნიდან წამოსულები სევანზე გავჩერდით. თბილისში ისე ვერ დავბრუნდებოდით, სევანზე თევზეული რომ არ გვეჭამა, მაგრამ სანამ თევზს შევუკვეთოთ, მანამდე იქაურობა კარგად დავათვალიერეთ. ბევრი რამ ვნახეთ, ბევრ ადამიანს გამოველაპარაკეთ. ყველა მხოლოდ ერთ რამეს ამბობდა: ქართველები კარგი ხალხი ხართ, ჩვენ მეგობრობთ, მეგობარი ერი ვართ. ბევრი საერთო რამ გვაქვსო. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან გვახარებდა და ასე ბედნიერ ნოტაზე ვბრუნდებოდით სამშობლოში. ამ ორდღიან მოგზაურობაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ, ყველგან ერთობი, ყველგან რაღაც გახარებს და გაბედნიერებს. ერევანში მეორედ ვიყავი ჩამოსული და რომ გითხრათ მესამედ კიდევ ჩამოვალთქვა, მოგატყუებთ, მაგრამ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ასე ორი დღით გასვლა, სიახლეების ნახვა და განტვირთვა მართლა ძალიან კარგია, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ერევნის სილამაზეს, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი და დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ. როდესაც თბილისში დავბრუნდით, 6-ივე ერთდროულად ვთქვით, რომ რა ლამაზია ჩვენი ქალაქი და როგორ არ ვაფასებთ მას.